მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დადგა ჩვენი რიგით გონი მეხუთე თუ არ ვცდები შეხვედრის დრო და დღეს მინდა რომ გესაუბროთ შვიდიანურ ენერგიაზე და შვიდიანური ენერგიის მქონე ბავშვებზე. მოდი პირველ რიგში ვთქვათ, ვინ არიან ეს ბავშვები? რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 7 რიცხვში, 16 რიცხვში, 25 რიცხვში ნებისმიერი თვის და ასევე ივლისის თვეში. ივლისსაც აქვს აღნიშნული მსგავსი გავლენები ბავშვებზე. მოკლედ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ბავშვები არიან საოცრად დაჯილდოვებული ორგანიზატორული უნარებით. არიან ძალიან მკაფიოდ გამოხატული ლიდერები ბავშვობიდან და ეს ლიდერობა არც ერთ სივრცეში შეუმჩნეველი არ რჩება. იქნება ეს სკოლა, იქნება ეს ნებისმიერი წრე, საზოგადოება თუ ასე შემდეგ. აქვთ ეს თანდაყოლილი თვითგამოხატვის, თვითგამოვლენის მოთხოვნილება, ამიტომ მათ სჭირდებათ ბავშვობაში რომ მიიღონ მშობლებისაგან აღიარება და არა ამის საპირისპიროდ რომ მშობლებმა მოთხოვონ რომ იცი ძალიან ცელქობ, ძალიან მოძრავი ხარ, ძალიან ბევრს ლაპარაკობ, ძალიან ხმამაღლა საუბრობ და ასე შემდეგ. როგორც წესი, იმდენად მოძრავები და მოქნილები არიან, აი ვერცხლის წყალი შეიძლება დავარქვათ ამ ენერგიის მქონე ადამიანებს, აი წკაპ, აქ არის და წკაპ იქ არის რა, აი თვალს ვერ მიაყოლებ. მშობლებს ღლიან. აი თავისი ქრონიკული მოძრაობებით, ქრონიკული ინტერესით, რომ ესეც უნდა, ისიც უნდა, ესეც უნდა, ისიც უნდა და სულ ყველაფერი აინტერესებს. ძალიან მაგარი ლოგიკური აზროვნების უნარი აქვთ, მაგრამ აი ეს მშობლების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები თუ მშობელი არ არის საკმარისად შემდგარი მათ შორის მენტალურად და ფსიქოლოგიურად, ხო, შეიძლება ამან გამოიწვიოს კონფლიქტი შვილსა და მშობელს შორის და მშობელმა გამოიყენოს თავისი გავლენა ბავშვზე და აი შებოჭოს, ასე რომ ვთქვათ, რომ აი დაჯექი, არ იმოძრაო, იქით არ გაიხედო, ეს არ თქვა და ასე შემდეგ. როგორც წესი, ხშირად უწევთ მეშვიდე ენერგიის მქონე ადამიანებს აი ესეთ შეზღუდულ და მკაცრ გარემოში გაზრდა და მათი ცხოვრებისეული მიზანი ერთგვარად ბავშვობიდან შეადგენს თითქოს საზღვრების გარღვევის აი პოტენციალს უნდათ რომ რაღაცნაირად ყველანაირი დადგენილი საზღვარი დაანგრიონ, დაარღვიონ, მთავარია კი ბატონო, დაანგრიონ, მიეცით ამის უფლება, მაგრამ აუცილებლად ასწავლეთ ამავე დროს რომ ააშენონ უკეთესი. და ეს უკეთესი აუცილებლად უნდა იყოს გათვლილი ხალხის მასებთან მიმართებაში. შვიდიანური ენერგიის ბავშვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაქციოთ იზოლაციაში, არ უნდა ჩაკეტოთ, არ უნდა დამალოთ. სხვა შემთხვევაში მათში გააღვიძებთ უდიდეს აგრესიას და ეს აგრესია იქნება ძალიან დამანგრეველი ბავშვობაში გინდა ეს თუ ზრდასრულ ასაკში. იმიტომ რომ იმდენად იმპულსური ხასიათი აქვთ, იმდენად აი სწრაფად უნდათ ყველაფრის მიღწევა, რომ აი ამ პროცესით ტკბობას ვერ ახერხებენ და მშობლების მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ასწავლოთ თქვენს შვიდიან შვილებს მიიღებული ნაბიჯ პროცესებით ტკბობა. აი და მადლიერება გამოუმუშაოთ, რაც ყველაზე მთავარია საკუთარ თავში, იმიტომ რომ თითქოს აი რო ხედავენ დიდ და შორეულ გლობალურ მიზანს და იმ მიზნამდე რო სწრაფად ვერ მიდიან არსებობს რაღაცა ობიექტური დაბრკოლებები, ხო? მაინც ღიზიანდებიან, მაინც აგრესიულები ხდებიან და როგორც წესი ამ აგრესიას ამჟღავნებენ ხოლმე უახლოესი წრის ადამიანებზე, რომელთანაც თითქოს აი როგორ თქვა, დიდი გული აქვთ, ასე რომ ვთქვათ, რაც ენერგიის მინუსს გამოვლინებაა და უნდა ეცადოთ რომ შვიდიან შვილებს აუცილებლად ასწავლოთ გონიერება, ასწავლოთ ლმობიერება, ასწავლოთ მიმღებლობა
და არავითარ შემთხვევაში არ გაუღვივოთ, იმიტომ რომ ეს საკამარისათა აქვს ისედაც არ გაუღვივოთ, რომ მიზნის მისაღწევად ყველა ფერზე შეგიძლია წახვიდე, ყველა ადამიანი შეგიძლია ისე გამოიყენო, როგორც ამ მიზანს სჭირდება და ასე შემდეგ. არა. მნიშვნელოვანია, რომ მორალური ღირებულებები გაუღვიძოთ ძალიან ღრმა ბავშვობიდან ამ ენერგიის მქონე ადამიანებს. მათთვის ძალიან კარგია ისეთი პროფესიები ხალხო, რომელიც უკავშირდება მუდმივად მოძრაობას. ისინი ენერგიას იღებენ აი მოძრაობაში, როცა ერთ ადგილას არის მეშვიდე ენერგიის მქონე ადამიანი, არის და ბოლოს ისეთი დამანგრეველი გამოსვლა შეიძლება მოაწყოს, რომ აი არ იქნება დამერწმუნეთ კონსტრუქციული და თანმიმდევრული მისი ეს გამოხატვის ფორმა. არიან საკმაოდ კონფლიქტურები, იმიტომ რომ არიან ძალიან მომთხოვნები და ესეც მათი დასამუშავებელი მომენტია, რომ ნელ-ნელა თუ ლიდერის პოზიციაზე იქნება შვიდიანური ენერგიის მქონე ადამიანი და ეს აუცილებლად ესე იქნება თითქმის 99 შემთხვევაში, უბრალოდ უნდა ასწავლოთ, რომ იყოს მხარდამჭერი ლიდერი და არა მჩაგვრელი ლიდერი. მათთვის ძალიან მარტივია უცხოენების სწავლა, ამ უცხოენებს სწავლობენ ესე ჩვეულებრივად მოსმენით და ყურით და ამისთვის არ ჭირდებათ უნივერსიტეტების დამთავრება, იმიტომ რომ არიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები. აქვთ ძალიან კარგი ლოგიკური და რაციონალური აზროვნების უნარი. მაგრამ რა არის ძალიან საინტერესო ამ ბავშვებში, მათი მთელი ეს უზარმაზარი, ოღონდ ენერგია აქვთ, აი რაღაც დაუოკებელი, უშრეტი ენერგია, მაგრამ ეს მთელი რესურსი ენერგეტიკული მოთავსებული არის ტვინში და არა სხეულში. და მშობლების მთავარი გამოწვევა, როგორც ბიჭის, ისე გოგოს შემთხვევაში, არის ის, რომ რაღაცნაირად სხეულებრივათაც დატვირთოს ეს ბავშვი, რომ ეს აგრესია, დაღლა, დროზე დაძინება, რაღაცა ეს ზედმეტი შფოთვა, მოძრაობის მოთხოვნილება, კონტროლის მოთხოვნილება მოუხსნას. ამიტომ კარგია თუ დატვირთავთ სპორტით, ბიჭებს ძალისმიერი სპორტით, მაგრამ ვინაიდან თვითონ მეშვიდე ენერგია არის მამაკაცური ენერგია, გოგოები არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ ესეთ ძალისმიერ სპორტზე, როგორიც არის თუნდაც ტანვარჯიში. შეიყვანეთ მხატვრულ ტანვარჯიშზე, კი ბატონო, შეიყვანეთ ცეკვაზე, სადაც არანაკლებად ხდება სხეულის დატვირთვა და ძერწვა, ხო? უნდა იგრძნოს მეშვიდე ენერგიამ კუნთების დაჭიმულობა, ანუ სხეული რომ ცოცხალი აქვს, ეს უნდა იგრძნოს. ამითი ეს ენერგია იკრებს გარკვეულწილად ბალანსის სუბსტანციას და ეს მთელი ქაოსი რაც ტვინში აქვს ჩააქვს სხეულში და გადააქვს უკვე რაციონალურ შფოთვის გარეშე მიზანმიმართულ და დაგეგმილ ქმედებებში. ასევე რა არის ძალიან საინტერესო, ნახეთ, ფულის მიმართ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი ამ ენერგიის მქონე ადამიანებს, აი გრძნობენ ინსტინქტურად, სად არის დიდი ფული. და ბავშვობიდან თუ ასწავლით ამ ენერგიის მქონე ბავშვებს ფულთან სწორ ურთიერთობას, იქნება არაჩვეულებრივი. რა ვიცი, ეთამაშეთ თუნდაც აი მაღაზიობანა რო არის, ხო? ასწავლეთ, რომ დაუშვათ აი და 10 თეთრს რომ შეინახავს, მე 10 თეთრს რომ მიამატებს, ექნება 20 თეთრი. ანუ იცით რა არის, ერთბაშად არ უნდა მისცეთ დიდი თანხა და არც ერთბაშად არ უნდა აგრძნობინოთ აი ამ თანხის მქონა. ანუ რატო ვამბობ? იმიტომ რომ სულ ექნებათ მე ეს დიდი მოთხოვნილება და პროცესში თუ უცებ დიდი თანხა არ ექნათ, ხო, ხელთ შეიძლება ამან გამოიწვიოს მათი არარაციონალური გაღიზიანება, მიზნებზე ხელის ჩაქნევა და აი გრევის მოთხოვნილება, რომ ნუ არ გამოდის და ერთი ამის ჯანდაბაც ამას რა, თუ არ გამოდის, ნუ გამოდის რა. მოთხოვნილება აქვთ მეშვიდე ენერგიის ადამიანებს, რომ დაანგრიონ ძველი სისტემები და აღშენონ ახალი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასწავლეთ, რომ ახალი უნდა იყოს ყოველთვის ძველზე უკეთესი და მხოლოდ ნგრევა შედეგის მომტანი არ არის. აუცილებლად უნდა ასწავლოთ შენება.
ბაც. იმედი მაქვს მოგეწონათ მე-7 ენერგიის გარჩევა, აუცილებლად გელოდებით კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ უკვე ეს გვერდი, იმიტომ რომ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდებით. დროებით.